ამაღლობელი საქმესა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი ადვოკატები, მათ შორის საიას წევრები აკეთებენ განცხადებას, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში გთავაზებთ. სია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პროკურატურამ მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი დევნა უსაფუძვლოდ დაიწყო, მისი ბრალდება უკანონოა და მის მიმართ უკანონოდ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება, ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა. ეს საქმე აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს ამ საქმეზე და ჩვენ გვაქვს არაერთი მოთხოვნა, რომელსაც ახლა ქალბატონი მაია წარმოადგენს. მოგესალმებით, ასევე მადლობა ყურადღებისთვის. თავში შეჯამებულად ვეთქვით მოთხოვნებს და ეს მოთხოვნები ცხადია ეხარჯნობა უკვე ჩვენს ცოდნას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მზიას ბრალდებასთან დაკავშირებით და ასევე მის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ანუ ეს მოთხოვნები ეხმობა უკვე ჩვენს ცოდნას საქმის მასალებს, რაც არსებობს ერთ საქმეში და მეორე საქმეში. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები არის შემდეგი. სასამართლომ დაუშვას დაცვის ხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალდივად წარმოადგენთ ჩვენ სასამართლოში და გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება, ხაზს უსმევ ამ სიტყვას და გაანთავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან. 1. საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე. 2. შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი. პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებული სტატუსი ამავე საქმეში. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მის დამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების და უკანონო ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ირაკლი დრებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და მეორე 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის აქციაზე ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო და საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11-12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ეს გახლავთ შეჯამებულად ჩვენი მოთხოვნები და ახლა ჩვენც ვისაუბრებთ ჩვენი მიმართულებით სათითაოდ ყველა მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის დასაბუთებასთან დაკავშირებით, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით და ყველა სხვა თქვენთვის საინტერესო დაკავშირებით, რაც არის. თქვენ მოისმინეთ განცხადება, მოთხოვნები გააჟღერეს ადვოკატებმა მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს უკანონო აღკვეთი ღონისძიება პატიმრობასთან დაკავშირებით, ასევე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ცნოს მზია ამაღლობელი დაზარალებულად. საუბარი ასევე შეეხო მოთხოვნებში იმას, რომ ირაკლი დგებუაძის მიმართ დაიწყოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და გრიგოლ ბესელისა და სხვა სამართალ დამცავების მიმართ. ეს არის მხოლოდ ნაწილი მოთხოვნებისა, რაზეც თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ განცხადება.